დღეს გადაცემაში გვყავს ავტომობილი, რომელსაც ალბათ დიდი ახსნა არ ჭირდება. ეს ავტომობილი პირველი იყო პონიქარების გაყიდვაში, პირველი იყო ყველაზე მოთხოვნად კუპეებში და პირველია YouTube-ზე დრიფტის ფეილებში. ამ მანქანის დაქოქვის დროს სამეზობლოში მეზობელი კარგს ნამდვილად არაფერს არ გისურვებთ. ის არსილობს იყოს ჩუმი, იყოს ეკონომიური, ის უფრო გავს აი მთვრალ მამაკაც, რომელსაც გამოიღვიძება ხოლმე დაახლოებით ესეთი ხმით. Meet Mustang, the Ford Mustang, a completely new breed of car. Mustang-ი პირველად 1964 წელს გამოჩნდა და თავიდანვე სულ სხვა იდეით იყო შექმნილი. Ford-ს უნდოდა შეექმნა ავტომობილი, რომელიც იქნებოდა სპორტული, ხელმისაწვდომი და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი. და ეს გამოუვიდა. Mustang-მა ფაქტობრივად შექმნა ახალი კლასი, პონი კარი. ბევრ შეიძლება ეგონოს, რომ პონის მხოლოდ 2 და 3 კუბუსს ეძახიან, ძრავის ზომიდან გამომდინარე. სინამდვილეში პონი არის ავტომობილი, რომელიც გარეგნობით სპორტულია, მაგრამ არ ღირს იმდენი, რამდენიც ევროპული სუპერკარი. მარტივად რომ ავხსნათ, თუ გინდათ Ferraris ემოცია, მაგრამ არა გაქვთ Ferraris და მისი სერვისის თანხა, აი სწორედ აქ იწყება Mustang-ი. მოდი ახლა ძრავსაც ჩავხედოთ, თუ რა გვხდება ამ Mustang-ის გულში. აი ამ უზარმაზარი კაპოტის ქვევით რა არის მოთავსებული? აქ ჩვენ გვხდება 5.0 ლიტრის მოცულობის ლეგენდარული უკვდავი V8 ძრავა, ეგრეთ წოდებული კოიოტი, რასაც უწოდებენ ხოლმე. აქ უკვე 4 ცილინდრიანი ტურბოები ცოტა გვერდზე უნდა გადავწიოთ. ეს არის ძველი სკოლის მიდგომა. დიდი მოცულობა, ბევრი ცილინდრი, მაღალი ხმა და ღიმილი სახეზე. ძრავი გამოიმუშავებს დაახლოებით 450-დან 480 ცხენის ზალამდე. მაბრუნი მომენტი კი 530 ნიუტონ-მეტრში ადგენს. და ყველაზე საინტერესო, ეს ზალა მოდის ატმოსფერული ძრავიდან. დღეს ჩვენ არ ვაპირებთ ვისაუბროთ ამ მანქანის აი ამ ულამაზეს ვიზუალზე. არ ვაპირებთ ვისაუბროთ მის ინტერიერზე, იმიტომ რომ ის არაფრით არ არის განსაკუთრებული. ამ მანქანის მთელი ხიბლი არის მისი ძრავა, მისი გადაცემათა კოლოფი, რომელიც მექანიკურია 6-საფეხურიანი და მისი ბლოკირებული ხიდი. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ ამ ავტომობილის ხასიათს, როგორი სამართავია და რა ემოციებს მოგვანიჭებს ეს ავტომობილი. დღეს აი 21 საუკუნეში ყველა ავტომწარმოებელი ცდილობს რომ რაღაც გამოუშვას უფრო ჩუმი ავტომობილი, უფრო რაღაცა ისეთი კომფორტზე ორიენტირებული ავტომობილი, ეკონომიური ავტომობილია. აი Mustang-ს ეს ყველაფერი საერთოდ არ ადარდებს რა. აი ხმაურიანიც არის, ბევრს აწვავს, დიდი ძრავიც აქვს, მაგრამ აი გინდა რა, აი გიყვარს რა, აი კაცური მანქანაა რა. აი თავდაჯერებულს ხდის, აი რაღაცა არანორმალურად თავდაჯერებულს ხდის რა. მით უმეტეს აი რომ მიდიხარ და აი ამ ხელა ცხვირი ავტომობილის რო ჩანს აქარიმინიდან, აი ესე ძალიან მაგარია რა. აი როგორი ტიპის ავტომობილი, აი ზუსტად გადმოგცემთ ახლა რა. აი მთვრალ ძმაკაც რო ჩაისვავ გვერდზე, აი თა მომენტებში რო ჩაეძინება და უცებ რო გაიღვიძებს და მედი აი დაახლოებით აი ეგეთი ტიპის მანქანაა რა. ხმაც კი ეგეთი, რაღაცა ეგეთი ხმა აქვს. კი, Mustang-ში აი ვერ შეხვდები რაღაცა პრემიალურ მატერიალებს. აი როგორც მაგალითად მე-4 სერიის BMW-ში ხვდება ან Mercedes კუპეში, C-კლასში თუნდაც. მაგრამ აი ეს პლასმასის მატერიალები რაც აქვს, არაფერი არ ხმაურობს და ანუ არაფერი არ ჭრაჭუნობს. აი კარგად შეკრული ავტომობილია. აი აქსელერაციის პედალსაც რო აჭერ, აი ყისიერად ჩქარდება. აქ არ გვაქვს ტურბო და ტურბო არ გეუბნება, რომ აი მოიცა, ჯერ არ ვარ მზად, ჯერ არ ვარ, აი ხა მზად ვარ. აი ეს მომენტი არ გაქვს.
აი პედალს მიაჭერ თუ არა, აი ეგრევე გაქვს ის ყველა სიმძლავრე, რაც ამ ავტომობილს აქვს და აი იქ ძალიან მაგარია. აი ეს ხმაც, აი არ ვიცი, არანორმალური ხმა აქვს. აი ამ ავტომობილს საჭეს როგორც კი მიუჯექი და აქსელერაციის პედალს შევეხე, აი აქედან რომ დამიწყო, აი ჟრუანტელის დავლა მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, აი არ ვიცი. აი ეს ისეთი ავტომობილია, რომ ერთი ცალი სახში უნდა გყავდეს. შეიძლება ყოველდღიურად არიარო, კი, მაგრამ შაბათ-კვირას იმხელა ემოციებს მოგანიჭებს და ისეთ ღიმილს დაგიტოვებს სახეზე, რომ მთელი დღე შეიძლება გაგყვეს რა. ბედნიერი ვარ და ცხოვრება მიხარია, რომ აი ამ მანქანას მართავ. ეს მანქანა ალბათ ყველას ყურადღებას იპყრობს. აი ყველას. თან აი როგორი ხმაურიანია, იცით? დაქოქავ ხმა აქვს. აი მიდიხარ ხმა აქვს. აქსელერაციის პედალს დააჭერ ხმა აქვს, სიჩქარე ჩამოიტან ხმა აქვს და ალბათ აი საწვავზე მეტად შეიძლება ყურადღება სჭირდება ამ ავტომობილს, მაგრამ ამ ყურადღებას იმსახურებს. აუ რატო ხარ ესეთი კარგი, რატო ხარ? აი საერთოდ არ მაინტერესებს ამ მანქანის მატერიალები. აი ფიხებზე მკიდია, რომ ყველგან პლასმასია. არ მაწუხებს. საერთოდ არ ფიქრობ. თან იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მძიმეა ეს ავტომობილი, საჭეში ეს ყველაფერი არ იგრძნობა. გონია, რომ აი რაღაცა Honda Civic-ია 900 კილოიანი საჭეში. გულისხმობ. მარტოში არა, საჭეში გულისხმობ. ძალიან მსუბუქი სამართავი საჭე აქვს და ძალიან კარგი საჭე აქვს. მოდი, საწვავის მოხმარებასაც შევეხოთ. კი, ბევრს წავს. ძალიან ბევრს წავს. 18, 20 გამართულ მდგომარეობაში. მაგრამ არ ვიცი, თუ საწვავის ფული გააქვთ, გაზრდილი საწვავის დღეს რა მდგომარეობაც არის ბაზარზე. აი უნდა ასხათ რა მანქანაში. იმიტომ რომ სხვა არაფერი არ ჭირდება. უზომოდ გამძლე ავტომობილია, უკვდავი ძრავია. ძალიან მაგარი მანქანა არის გამძლეობის კუთხით. არ დაგაღალატებს არსად. საწვავი ასხი, ზეთი უცვალე და всё. სერვისი ჩაუტარე, რაც ეკუთვნის და როცა ეკუთვნის. სხვა შემთხვევაში ეს მანქანა მოგემსახურება იდეალურად. აი მინდა რომ აქსელერაციის პედალზე აი ესე მქონდეს სულ გაჭიმული ფეხი. ისეთი სასიამოვნო, აი გიმღერის რა. აუ რა კარგი ხარ რა. ეს მანქანა თქვენ ჯიბეს ისევე მალე დააცარიელებს, როგორც ახალი აღებული ხელფასია 2 კვირის შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი ღირს რა. დამჯერეთ რომ ღირს. არა, იმდენად მომწონს ეს ავტომობილი, რომ ვნანობ რომ გადავიღე. ვნანობ იმის გამო, რომ ძალიან მინდა ამ მანქანის ყიდვა. დღეს მუსტანგები ძალიან მოდებული არის. აი ყველანაირს ნახავ, ყველანაირი ბოდიკიტით ნახავ. აი ყველაფერს გაუკეთებ, თუ გინდა შელბი იქნება, აი რასაც გინდა 2 და 3-ს გააკეთებ, 3 და 7-ს გააკეთებ, მაგრამ აი 5-დან 0 რო ემოციას მოგცემს. აი არ ვიცი, ვერანაირი ვიზუალი ვერ მოგცემს იმ ემოციას, რასაც კოიოტის ძრავი მოგანიჭებთ. ეს დაიმახსოვრეთ. ზუსტად ამის გამო ღირს ამ მანქანის ყიდვა. ამ მკვდავი და ლეგენდარული ძრავის გამო რა. სამყაროში ავტომწარმოებლები გვთავაზობენ ავტომობილების უამრავ არჩევანს.
ეკონომიურ წყნარ, მშვიდ, ელექტროანქანებს თუნდაც ბევრი მწარმოებელი ამაზე გადაერთო და უპირატესობას ამას ანიჭებს, მაგრამ Mustang-ს ეს სულ ფეხებზე კიდია. და სწორედ ამიტომ არის დასაფასებელი ეს ავტომობილი, სწორედ მისი ხმის გამო, მისი სითამამის გამო, თუნდაც მისი საწვავის ხარჯის გამო, აი მამაკაცური მანქანაა და არ აინტერესებს ირგვლივ არაფერი. თავისთვის არის ღრიალებს დადის თამამად, ყურადღებას იქცევს და იძახის რომ აი მე აქ ვარ. სწორედ ესეთი მანქანა არის Mustang-ი. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები და დაელოდეთ შემდეგ ძალიან საინტერესო ტესტ-დრაივს.